მივესალმები ყველა მწვავე შეგრძნებების მოყვარულს. ამ ვიდეოში ჩვენ გავემგზავრებით ბნელ მოგზაურობაში გასართობ პარკებში. სადაც გართობა ტრაგედიად გადაიქცა. დაივიწყეთ შაქრის ბამბა და სიცილი. ჩვენ ჩავუხრმავდებით კატასტროფების ისტორიებს, რომელიც გაიძულებთ ორჯერ დაფიქრდეთ, სანამ შემდეგ ეშმაკის ბორბალზე დაჯდებით. შეიკარეთ ღვედი, საშინლად საინტერესო იქნება. Magic carpet. მაგიური ხალიჩა. პირველი შემთხვევა მოხდა არც თუ დიდი ხნის წინ. ეს მოხდა 2021 წლის მაისში. ეს არის საბავშვო კარუსელი, რომელიც ატრიალებს კაბინას წრეზე. ატრაქციონის ძირი მუშაობის დროს დაიწყო მერყეობა, რის გამო ქმნიდა კარუსელის გადაყირავების დიდ რისკს. ერთმა სტუმარმა შეამჩნია ეს და გაიქცა კონსტრუქციისკენ, რომ დაეჭირა ის. მაშინვე სხვა ხალხით შეუერთდა და წარმატებით შეძლეს ატრაქციონის სტაბილიზაცია და გადავარდნისგან აცილება. ერთი რაღაც მაინტერესებს. ამ ატრაქციონის თანამშრომელმა ჩართო ატრაქციონი, მაგრამ რატომღაც არ გათიშა, როცა დაინახა, რომ კარუსელი ლამის ვარდება ამდენ ხალხთან კაბინაში და რატომ? ამ შემთხვევის დროს არავინ არ დაშავდა, ნამდვილად გაუმართლდათ, მაგრამ ვერ ვიტყოდი შემდეგ ატრაქციონზე. Top Thrill Dragster. 2021 წლის აგვისტოში გასართობ პარკში Cedar Point, ოგაიოს შტატში, მოხდა საშინელი ინციდენტი, რომელიც ფართო გამოხმაურება გამოიწვია და დააფიქრა ხალხი ამ ატრაქციონის უსაფრთხოებაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონი. მაქსიმალური სიმაღლით 128 მეტრი და სიჩქარით 193 კმ/სთ. ალბათ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა წასულიყო არასწორად. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა დაზიანდა ადამიანი, ის კი არა, რომელიც ატრაქციონზე იჯდა, არამედ ის, რომელიც იდგა რიგში გასაკატავებლად. ინციდენტი მოუვიდა 44 წლის რეიჩელ ჰოუტენს, რომელიც ელოდებოდა რიგში სხვა ხალხთან ერთად. სულ რამოდენიმე წამში მატარებლის კაბინას მოსწყდა მძიმე მეტალის ნაწილი და მოხვდა თავში რიგში მდგომ რეიჩელს. ატრაქციონი იყო მაშინვე გაჩერებული, ხოლო დაშავებული წაიყვანეს საავადმყოფოში მძიმე ტვინის დაზიანებით. ხოლო 2 წელიწადში რეიჩელ ჰოუტენმა შეიტანა სარჩელი ამ პარკის წინააღმდეგ, სადაც იყო აღნიშნული, რომ დასჭირდება სამედიცინო დახმარება ცხოვრების ბოლომდე. ხოლო მკურნალობის ფასი იქნება აღემატებული $10 მილიონ. ეს ძალიან დიდი თანხაა. 1 წლის შემდეგ პარკი აცხადებს, რომ ატრაქციონი, რომელიც იყო გახსნილი 19 წლის წინ და რომელმაც მთელი ამ წლების მანძილზე გააკატავა 18 მილიონ ადამიანზე მეტი, ახლა იქნება დაკეტილი. New Texas Giant. 19 ივლისს 2013 წელს ტეხასში, გასართობ პარკში New Giant Texas მოხდა საშინელი ინციდენტი. 52 წლის როზი ესპარზა ატრაქციონის ერთ-ერთ შესახვევზე გადმოვარდა 23 მეტრიდან. ზუსტად რომ წარმოიდგინოთ, ეს დაახლოებით 7 სართულიანი სახლია. სამწუხაროდ ქალბატონი ვერ გადარჩა. ამ საშინელების მოწმე ხალხმა თქვა, რომ სანამ ატრაქციონი დაიძრებოდა, ქალბატონი ძალიან ნერვიულობდა თავის დამცავ ღვედზე. მას ეგონა, რომ ის არ იყო საკმარისად შეკრული. მან გაიგონა მხოლოდ ერთი წკაპუნი, ხოლო სხვა ხალხთან დაიწყაპუნა 3ჯერ. ატრაქციონის თანამშრომელმა დააწნარა და უთხრა, რომ ერთი წკაპუნით საკმარისია. საშინელება. ეს მართლა გავს უკვე რაღაც საშინელებათა კინოს. სხვა დროს როგორ უნდა ვენდოთ ატრაქციონის თანამშრომელს. ატრაქციონი იყო დაკეტილი შემდგომი გამოკვლევისთვის. კომპანია, რომელიც უშვებდა მატარებელს ამ ატრაქციონისთვის, განაცხადა, რომ მათი უსაფრთხოების ღვედი ვერ გაიხსნებოდა გზაში მოძრაობის დროს. ალბათ გონიათ, რომ ეს ატრაქციონი სულ დაიკეტა. მაგრამ არა. დამატეს მხოლოდ კიდევ ერთი ღვედი. Superman Tower of Power. ეს
ეს ატრაქციონი მდებარეობს პარკში Six Flags, კენტუკში, აშშ. ეს ატრაქციონი წარმოადგენს კოშკს, სიმაღლით დაახლოებით 70 მეტრი. უკეთესად რომ წარმოიდგინოთ, ეს დაახლოებით 23 სართულიანი სახლია. ატრაქციონი წარმოადგენდა თავისუფალ ვარდნას. მგზავრებს კოშკის წვერზე აყავდათ, შემდეგ კი დიდი სიჩქარით ქვემოთ უშვებდნენ. უბედური შემთხვევა მოხდა 21 ივნის 2007 წელს. 14 წლის კეიტლინ ლეშემი კატაობდა ამ ატრაქციონზე. კოშკის წვერში ასვლის დროს კაბინის სამაგრი ერთ-ერთი თოკი გაწყდა. გაწყვეტილი თოკი კეიტლინის ფეხებს შემოეხვია. კეიტლინი ყვიროდა გააჩერეთ ატრაქციონი, რადგან ხვდებოდა რომ მისთვის ეს ძალიან დიდი საფრთხეა. მაგრამ ოპერატორებმა იფიქრეს, ეშინია ქოგოს და არ მიაქციეს ყურადღება. როდესაც კაბინა დიდი სიჩქარით ვარდნა დაიწყო, ბურთს გლავს ამას რომ გიყვებით ახლა. თოკი გამკაცრდა და გოგონას ორივე ფეხი მუხლის ქვემოთ ფაქტობრივად მოაჭრა. გამოძიება მაჩვენა რომ თოკის გაწყვეტის მიზეზი მისი ატრაქციონის მეტალის კონსტრუქციაზე ხახუნი იყო. ეს ელემენტი არ უნდა შეხებოდა თოკს საერთოდ. სამწუხაროდ რეგულარული შემოწმების დროს ეს პრობლემა ვერ აღმოაჩინეს. ასევე გაირკვა რომ ატრაქციონის უსაფრთხოების სისტემა არ იყო ამაზე გათვლილი. არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც თოკის გაწყვეტის შემთხვევაში კაბინის ვარდნას ხელს შეუშლიდა. და რა მოხდა შედეგად? ატრაქციონის ცუდი მომსახურების შედეგად კეიტლინ ლეშემს ორივე ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. ლეშემის ოჯახმა სარჩელი შეიტანა პარკის და ატრაქციონის წინააღმდეგ, საქმე სასამართლოს გარეშე მოგვარდა და ოჯახმა მნიშვნელოვანი კომპენსაცია მიიღო. უბედური შემთხვევის შემდეგ ეს ატრაქციონი დაიკეტა და მოგვიანებით სულ მთლად დაშალეს. ტრაგედიამ ამ ტიპის ატრაქციონებისთვის უსაფრთხოების წესების გადახედვა და მისი გამკაცრება გამოიწვია. ეს შემთხვევა იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება დეტალებისადმი არასაკმარისი ყურადღება და უსაფრთხოების სისტემის არასრულყოფილება საშინელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. Thunder River Rapids Ride. ეს ატრაქციონი მდებარეობს გასართობ პარკში Dream World, ავსტრალიაში. ეს იყო რაფტინგ ატრაქციონი, სადაც ვიზიტორები მრგვალ დასაბერ ნავებზე ხელოვნურ მდინარეზე ცურავდნენ. ალბათ გინახიათ რაღაც მაგდაგვარი. ამ ატრაქციონზე უსაფრთხოდ გიჭერს მხოლოდ ერთი საწყალი ღვედი და თქვენ მიემართებით წყნარ ან არც ისე წყნარ მდინარეზე. და რაც გავიგე ამ ატრაქციონზე ძალიან დამაშოკა. რადგან მეგონა რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე წყნარი ატრაქციონია, მაგრამ ძალიან შევცდი. ერთი ასეთი ნავი შეეჯახა მეორე ცარიელ ნავს. პირველი ნავი, რომელიც იყო ხალხთან ერთად, ამოტრიალდა და ხალხი, რომელიც შიგნით იმყოფებოდა, გაიჭედა მექანიკურ კონვეიერში. გარდაიცვალა 4 ადამიანი, 2 ქალი და 2 კაცი. Cindy Lowe, all killed when their raft tipped over. ამაზე საშინელებები არ მთავრდება, რადგან მაგათთან ნავში იჯდნენ ბავშვები და სამწუხაროდ გახდნენ ამ საშინელების მოწმენი. ბავშვები გადარჩნენ, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა ძლიერი ტრავმა მიიღეს იმ დღეს. გამოძიებამ რამოდენიმე ფაქტორი გამოავლინა, რამაც ტრაგედია გამოიწვია. ავარიული გამორთვის სისტემის არ არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ატრაქციონის ოპერატორმა პრობლემა შეამჩნია, მას არ შეეძლო კონვეიერის სწრაფად გაჩერება. ავარიული გამორთვის სისტემა მოძველებული იყო და კარგად არ მუშაობდა. ოპერატორები საგანგებო სიტუაციაში მოქმედებისთვის სათანადოდ არ იყვნენ მომზადებულები. გამოძიებამ ატრაქციონის მომსახურების არაერთი პრობლემა გამოავლინა, რაც შესაძლოა უბედურ შემთხვევას ხელი შეუწყო. ტრაგედიის შედეგად ატრაქციონი სამუდამოდ დაიხურა. ეს უბედური შემთხვევა ავსტრალიის გასართობი პარკების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იყო და ხაზი გაუსვა უსაფრთხოების წესების დაცვისა და ატრაქციონის სათანადო მომსახურების მნიშვნელობას. ოკპოლენდი. ოკპოლენდი მდებარეობს კორეაში. ეს არის საბავშვო გასართობი პარკი, საყვარელი ბავშვური ატრაქციონებით. პრობლემა იმაშია, რომ ეს პარკი მიტოვებულია.
რა მოხდა მან? ეს მოხდა 1999 წელს 26 ივნის. უბედური შემთხვევა მოხდა ატრაქციონზე იხვების ნავი, რომელიც მოძრაობდა წრეზე საშუალო სიმაღლეზე. რა უნდა მომხდარიყო ისეთი პირველი შეხედულებით ასეთ უვნებელ ატრაქციონზე? კარუსელზე იჯდა 19 წლის სტუდენტი გოგონა. იმ დროს, როცა მისი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, ყველაზე მაღალ წერტილზე. ვაგონი ამოყირავდა და ძირს დაეცა, ხოლო გოგონა მიიღო სასიკვდილო თავის დაზიანებები. გამოძიებამ გამოავლინა ტრაგედიის გამომწვევი რამოდენიმე ფაქტორი. ცუდი მომსახურება, ატრაქციონი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ვაგონის ბორბლების რელსებზე დამაგრებული ჭანჭიკები ძალიან სუსტად იყო მიმაგრებული. ან საერთოდ არ იყო. როგორც ჩანს, საერთოდ არ ტარდებოდა უსაფრთხოების შემოწმება ან ტექნიკური მომსახურება. იყო კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა, პარკის თანამშრომლები არ იყვნენ საკმაოდ მომზადებულები ატრაქციონის მართვისა და მოვლა პატრონობისთვის. როგორც ამბობენ პარკის მეპატრონემ, უკულებელყო ხალხის უსაფრთხოებით, დააიგნორა გაფრთხილებები ატრაქციონის პრობლემებზე და დაზოგა რემონტისა და პერსონალის ტრენინგის ხარჯები. ამ უბედური შემთხვევის შემდეგ პარკის მფლობელი დააკავეს და არაგანზრახულ მკვლელობაში ბრალი დაადეს. ოკპოლენდი სამუდამოდ დაიხურა და მისი ტერიტორია მიტოვებული იყო. მას შემდეგ ამ ადგილმა მოჩვენებების გასართობი პარკის რეპუტაცია მოიპოვა და ბნელი ლეგენდების საგანი გახდა. ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ვიზიტორთა უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. The Smiler. Join us. You belong to the Smiler. The Smiler, the world's first 14-looping roller coaster. Book now at altontowers.com. დამეთანხმებით, რომ ჯერ მხოლოდ ტრეილერი გამოიყურება ქრიფულად. 2015 წელს პარკში Alton Towers, ინგლისში, ეს იყო ატრაქციონი ამერიკული მთები. ცნობილი იყო თავისი ექსტრემალური სირთულით. ის შედგებოდა 14 ბრუნისგან, რომელიც გახსნიდან იყო რეკორდსმენი მთელ მსოფლიოში. ატრაქციონის სიმაღლეა 30 მეტრი. ეს დაახლოებით 10 სართულიანი სახლია. ის გამოიყურება ნამდვილად უნიკალურად. ატრაქციონი იყო შექმნილი ადამიანის გონების დაბნევისთვის. მან შეხვდება უამრავი ჰიპნოტიკური ეკრანი, ძლიერი განათება, ბოლი და სხვა რამეები, რაც იწვევს კონტროლის დაკარგვას. და რა მოხდა 2 ივლისს 2015 წელს. თავდაპირველად ატრაქციონი ჩვეულებრივად მუშაობდა. იმის გამო, რომ ამ დღეს იყო ძალიან ბევრი ხალხი, თანამშრომლებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი მატარებლის დამატება. და ეს იყო დიდი შეცდომა. შესამოწმებლად გაუშვეს ცარიელი ვაგონი. ეტყობა ის იყო ძალიან მსუბუქი, რის გამო გაიჭედა აღმართზე. სისტემის შეფერხების გამო მონიტორზე აჩვენა, რომ გზა თავისუფალია და დაიწყეს ხალხის ჩასმა ატრაქციონზე. ხალხი სავსე ვაგონი დაიძრა მაქსიმალური სიჩქარით და შეეჯახა ცარიელ ვაგონს. შეჯახება იყო იმდენად ძლიერი, რომ ვაგონის წინა მხარე დიდი დეფორმაცია განიცადა. 5 მგზავრი, რომელიც იჯდა ამ ვაგონში, მიიღეს სერიოზული ფეხის დაზიანება, ხოლო 2 მათგანიდან ახალგაზრდა გოგონებს დასჭირდათ ფეხის ამპუტაცია. და ხშირ შემთხვევაში უბედური შემთხვევები გასართობ პარკებში ხდება ოპერატორების უყურადღებით და ცუდი ტექნიკური მომსახურებების გამო. გასართობი პარკების კომპანიები ეკონომიას აკეთებენ ატრაქციონების შემოწმებაზე და შეკეთებაზე, რის გამო სტუმრები საშინელი დაზიანებებით ბრუნდებიან ასეთი გასართობი პარკებიდან, ან საერთოდ არ ბრუნდებიან. ასეთი შემთხვევები უამრავია გასართობ პარკებში მთელ დედამიწაზე. მაგრამ რატომღაც დიდი კომპანიებისთვის მაინც უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი ჯიბე, ვიდრე ხალხის უსაფრთხოება და სიცოცხლე. ეს მწარე სიმართლეა. მადლობა, რომ ამ ვიდეოს ბოლომდე დარჩით. ზაფხული ახლოვდება და იმედია ამით არ შეგაჩინეთ და არ გაგიჩინეთ ატრაქციონების შიში. მეც არ ვიცი, როგორ წავალ ამის შემდეგ ატრაქციონებზე.